მოგესალმები დადგა ოთხშაბათი საღამოს 8 ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყო ის ადამიანები ვინც ხართ პატიმრობასაში და განსაცდელში მყოფი ადამიანები და უცხოეთში მყოფი ის ადამიანები ვინც აი ძალიან ბევრი ეტლს არის მიჯაჭული ზოგი რაღაცა მძიმე სენსელის ებძვის ხო და აი ამ ყველა იმ ადამიანს მინდა რომ სიკეთე და სიხარული გისურვოთ და გამძლეობა და გადატანა გისურვოთ ამ ტკივილის და იმ ყველაფრისაც ჩვენ თავს ხდება საერთოდ და ერთი ესეთი რაღაცა თემა მომივიდა გუშინ აზრათი გუშინ იყო ღვთისმშობლის კვართის ხსენების დღე თქვენიცით და საქართველოშია ეს მაცხოვრის კვართის ხსენების დღე იყო იქამდე ისიც საქართველოშია უამრავი სიწმინდეებია და უბრალოდ დავფიქრდი და სხვადასხვა მინდოდა მამა ლუკა სუპატაშვილი მომეწვია ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მან იცის ამ თემების კარგად განმარტება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან ქართველი წმინდანები სხვადასხვა პირველი ეკლესია ტაძარი რომელიც 100,000 მოწამის იყო მამა ლუკამ აშენა და ამიტომ რაღაცა უყოვის არ არსებობს გადაცემა ხოლმე რო არ თქვა ეს არ შემილია რომ არ ახსენოს ეს წმინდანები და ამიტომ დიდ მადლობას მოვახსენებ და თან კიდე ამ ყველაფერზე ამახვილებს ხოლმე ყურადღებას ძალიან მაგრა და უბრალოდ აი ქართველი ადამიანები ხო არის რომ რაღაც შეჭირვება მატერიალური ისეთი ფსიქოლოგიური რაღაცა მაგრამ უბრალოდ ყველა ქართველი აი საქართველოში რო იბადება რამხელაზე სულიერ სიმდიდრეს ფლობს იმიტომ რომ ეკლესიას რაც გააჩნია და თვითონ ქვეყანას ხო ეს ხო არის საუკუნეები მოსდევს და ყოველი იმ ეკლესიის წევრის თუ არაწევრის საკუთრებაც არის და ამიტომ აი საქართველოში ყველა დაბადებული ადამიანი რამ დიდარია რომ აი ამისთანა დიდი სიმდიდრეები გააჩნია ხო აი ალბათ ტურისტი უფრო გძნობს ხოლმე ამას იმიტომ ჩვენ იმდენად კიდე ვერ ვითავისებთ რამხელა სიმდიდრის ფლობელები ვარ და ამასთან და როგორ გვეწევა ხო სულ რომ ამბობთ ხოლმე აი მე როგორ გადავრჩით ისინი აღარ არიან ესენი აი ჩვენ რა გვეწევა ხო და როგორი მნიშვნელოვანი არის რომ აი უფალმა ქრისტემ აი ეს ყველაფერი აი ეგ გამოუშვა ჩვენთან ხო როგორია და ჩვენ ამდენ სიმდიდრეს ფლობთ და მოდით ეხა მე მამაოს ხო ჯერ უღრმეს მადლობას მოგახსენეთ მამაო მობზანებისათვის და თელი აი რაღაცნაირად შინაარსობრივად მოვყევით თითქოს თელი გადაცემა და თუ შეიძლება მამაო აი თქვენ რო აგვიხსნათ და გვითხრათ რომ აი რამ ხელაზე მდიდარი არის ქართველი კაცი და საქართველოში დაბადებული და როგორ უნდა დავაფასო და დავინახოთ ეს თუ შეიძლება დიდი მადლობა პირველ რიგში აი ჩემი დიდი მადლობა მოგესალმებით ღმერთმა დაგლოცოს ყველანი და ვინც რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ სამშობლოში თუ მთელ მსოფლიოში ღმერთმა დაგლოცოს იქ და უნდა ითქვას რომ ღმერთი მოქმედებს ზოგადად კი არ მოქმედებს ჩვენში მოქმედებს და ჩვენ ცდილობს რომ ჩვენ გამოგვიყვანოს ასე ვთქვათ ყველანაირი პრობლემებიდან და რა თქმა უნდა ამას ჭირდება აი ძველ ქართულად რო ვამოვდით გულისხმიერება რომ გულით უნდა მიხვდეს ადამიანი ღმერთის მოქმედებას და ამ ხელა სიწმინდეები რო გვაქვს ჩვენ სამშობლოში ეს რა თქმა უნდა ღვთის განგებულებაა არსად არ არის მსოფლიოში ამდენი სიწმინდეები ამ დონის სიწმინდეები ღვთის მადლით მთელ მსოფლიოზე გადანაწილებული ალბათ სიწმინდეები და სიწმინდე არის ჩიტის გალობაც და ფოთოლიც და ბალახიც რო ამოდის ეს ყველაფერი სიწმინდეა და იმიტომ რომ დადებითი ენერგია აქვს ამას ყველაფერს და ჩვენს ირგვლივ რო ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ყოველთვის ესე იგი დადებითი ენერგია მოგდის ჩვენ და მათ შორის ჰაერს რო ჩაისუნთქავ და ასეში წყალს რო დალევ და ასე მაგრამ წარმოვიდგინოთ ეხლა აი ენერგიათა შორის ყველაზე დიდი ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ ღვთაებრივი ენერგია, სულიერი ენერგია, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ ღვთისგან მოდის და ვინც არის გულისხმის მყოფელი, პირდაპირ ღვთისგან მის გულში შედის და რა ვიცი ადამიანი ამ დროს ხარობს, ადამიანის გულს ამ დროს უხარია. და აი ჩვენ განებივრებული ვყავართ ღმერთს, არსად არ არის ამ ხელა სიწმინდე კვართი მაცხოვრისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ღვთისმშობლის კვართი ეს მსოფლიოს ყველაზე მთავარი სიწმინდეებია და მათ შორის არის ელიას ხალენი რომელიც მცხეთაშია დაკრძალული და მცხეთაში სვეტიცხოველში არა მარტო რომ მიხვალო უბრალოდ ავტობანიდანაც რომ გაევლი გრძნობ რომ იქ რაღაცა საოცარი იდუმალი მდუმარება არის აი რაღაცნაირი მდუმარება ოღონდ ამისთვის უნდა მოიცალო და გულისხმა ხო
ესე იგი, თუ თქვათ მე გართული ვარ ცოდვით, თუ მე დაღლილი ვარ ცოდვათა ჩადენით, თუ მე არა ვარ მოსულიერებული, ასე ვთქვათ, მე ვერაფერს ვერ მივხვდები. მაცხოვრის კვართი კი არა, ჩიტის გალობაც არაფერი არ იქნება ჩემთვის და არც არაფერი არ იქნება ჩემთვის. მაგრამ მაცხოვარი ხო ამბობს, რომ სადაც არისო თქვენი საუნჯეო, იქ არისო თქვენი გულიო. ანუ რასაც მიიჩნევთო ღირებულებათო, სიმდიდრეებათო, იქ იქნება თქვენი გულიო. მე მახსენდება ძველი თბილისელი, რომელიც წელი არ ვიცი როდის მოხდა ეს, მაგრამ რევოლუციამდე მოხდა. როდესაც ის ჩაიკეტა თავის სეიფში, ასე ვთქვათ, თავის საიდუმლო ოთახში, სადაც მთელი ცხოვრების ნაგროვების სიმდიდრეები ჰქონდა. ჩაიკეტა, ვეღარ გამოდის და ვერც ვერავის გააგონა და გარდაიცვალა ეს ადამიანი და მერე დღეების მერე, როდესაც იპოვეს, ნახეს მისგან დაწერილი წერილი. თელ ამ სიმდიდრესო, რასაც აქ ხედავთო, გავცვლიდიო ერთ ჭიქა წყალზეო და ნახევარ პურზეო. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი ჭიქა წყალი რომ გაქვს და ნახევარი პური, თურმე ძალიან მდიდარი ხარ, ძალიან მდიდარი. მე ძალიან განვიცადე კიდე ატომური წყალქვეშა ნავი რო ჩაიძირა და ნუ რა მოიყვანეს დროზე თუ რა მოხდა არ ვიცი და კურსკი რო ჩაიძირა, ნუ რამდენიმე წლის წინ იყო ეს და განვიცდიდი მასაც და წარმოვიდგენდი, რომ აი შენი თავი წარმოიდგინე, რომ უჰაერობით კვდები. როგორ იგუდები ნელ-ნელა უჰაერობით და ეხლა მე რომ მაგალითად თავისუფლად ვსუნთქავ ერთი ჭიქა წყალიც მაგ და ნახევარი პურიც, ნუ ეს არც არაფრად მიმაჩნია. იმიტომ რომ ბედნიერება მგონია უფრო სხვა რაღაცა, მერე ის სხვა რაღაცა თუ მომეცვა კიდევ უფრო მეტი, კიდევ და ბედნიერებისთვის ასე მგონია რომ უფრო მეტი და მეტია საჭირო. არა და აი რომ შევხედოთ იმ გარდაცვლილი მდიდარი ადამიანის ნააზრევს, რომ ერთი ჭიქა წყალი და ნახევარი პური თურმე აი მთელ ამ ქვეყნიურ სიმდიდრეს აღემატება. იმიტომ რომ ეს სიცოცხლეა შენი და საბოლოო ჯამში მაინც ადამიანი მიდის იქამდე, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სიცოცხლეა, ყველაზე დიდი სიმდიდრე. და ეს სიცოცხლე ქართველთა გაგებით არ არის მარტო ბიოლოგიური ცხოვრება, ეს არის რაღაცა სიხარული. უნდა იხარო, რომ ჩვენ გვესმის ქართველებს, რომ როდესაც ცხოვრობ, უნდა გიხაროდეს. და თუ არ მიხარია, მე ეს დაკარგულ დროთ მიმაჩნია. თუ სიყვარულში არა ვარ, თუ სიხარულში არა ვარ, თითქოს ჩვენ მერე მოშლილები ვართ და მერე გვიჭირს ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის რაღაცა გათვლილი ვართ, თითქოს მძაფრ ემოციებზე, სიყვარულზე, სიხარულზე, მშვიდობაზე, სიკეთეზე, მყუდროებაზე, რაღაც აი ჩქეფარე დიდი ცეცხლი უნდა ენთოს ჩვენში. და ეს სიწმინდეები სწორედ ამისთვის არის, რომ ჩვენ მივიახლოთ მათ დროთა განმავლობაში და აი ქრისტიანის ადამიანის ერთ-ერთი ბედნიერება და ესე იგი მოვალეობაც არის ეს, რომ მან სიწმინდეები მოილოცოს, რომ ის მადლი გადმოვიდეს მასზე. მე მაგალითად პირველად ეს მძაფრად განვიცადე, იცით, ხელოვნების მუზეუმში ვიყავით და ხახულის ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ნუ ეხლა ექსკურსია მძღოლი თუ გიდი თუ ისტორიკოსი გვიძღოდა ჩვენ და გვიხსნიდა ამას ყველაფერს. იქ დავინახე დავით აღმაშენებლის ბეჭედი, რომელსაც ის ატარებდა, რომ დავინახე მისი ტოლჩა, რომლითაც ის წყალს სვამდა, ნუ ზღაპარში მოვხვდი და მე უცებ ხახულის ღვთისმშობლის ხატის წინაშე დავდექით და მე მახსოვს აი ეს ჯგუფი ჩვენ ეკლესიიდან ვიყავით მრევლი და ნუ ჯგუფი წავიდა და მე მოვტრიალდი, სამჯერ მოვტრიალდი. არ გაგიჩვენე ის და მე როდესაც გამოვედი მე მუზეუმიდან, აი თითქოს 2-3 დღე საერთოდ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი, რაღაცა ძალიან მოსულიერებული ვიყავი. ქართველი რო ამბობს მოსულიერებული. და ეს საოცარი სიტყვაა და ეხლა მე გავიგე რომ თურმე ხახულის ღვთისმშობელი დაწერილი არის ლუკა მახარებლის მიერ მაცხოვრის ბაგის ფიცარზე და ეს რამხელა სიწმინდეა, აი მარტო ეს სიწმინდე რო გქონდეს ერს და მეტი არაფერი, წარმოიდგინეთ, ეს არის უდიდესი ენერგია, უდიდესი მადლი. და ჩვენ ყველაფერს ღვთის მადლით უნდა შევხედოთ, რა თქმა უნდა, სულიერი თვალით.
იმიტომ რომ ფორმას არა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს მე ბავშვობიდან მესმოდა, რომ კაცის ფორმა კი არ უნდა გქონდესო, კაცი უნდა იყო. ერთი მახსოვს ჩაბეჭდილი ესეთი საუბარი. ჩემი სანათესაო ჩემო ოჯახში იყო ეს საუბარი, მამა ჩემი, დედა ჩემი, ჩვენი სანათესაო და რაღაცაზე იყო საუბარი და კაცის ფორმა კი არ უნდა გქონდესო, თვითონ კაცი უნდა იყოსო და მე ვიფიქრე რომ ამ ფორმის გარდა რასაც თვალი ხედავს, თუ არსებობს კიდე რა კაცობაზეა საუბარი და მე ეს პატარა ვიყავი, მე ალბათ 5-6 წლის და ჩამებეჭდა და მე რო განვიხილე და ცხოვრებაში მე დაუკვირდი, ეს არის ძალიან საოცარი ძლიერი ესე იგი ჩვენი შეხედულებები, ქართველთა შეხედულებები, რომ ყველაფერი თავისი შინაგანი სიკეთით ფასობს და რა თქმა უნდა ეს სიწმინდეები უდიდეს თვალით უხილავ ენერგიას ატარებენ და ეს თვალით უხილავი ენერგია არის ყველაზე მთავარი. მადლი უნდა მოიპოვოს ადამიანმა, მადლი. თუ თქვათ მოიპოვებ მატერიალურს, ფულს, საჭმელს, ტანსაცმელს და ასე შემდგომ დაგაკმაყოფილებს, დროებით გაგახარებს, ფსიქოლოგიურად რაღაცა განგმუხტავს, გადმუხტავს, მაგრამ როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს ერთგან, მე ცოტა ხანში მიხვდები, რომ რა ბითურიც იყავი, იგივე ბითური რჩები. თუ მადლი არ მოიზიდე, ადამიანი სიხარულს ვერ განიცდის და მარადიულ გრძნობას ვერ მოიპოვებს, სიცოცხლეს ვერ მოიპოვებს. ჩვენ ცეცხლი უნდა ავანთოთ ჩვენს თავში, როგორც ელია წინასწარმეტყველი ამბობს, რომლის ხალენით ჩვენთანაა დაკრძალული და ჩვენ ცეცხლი უნდა ავანთოთ ჩვენს თავში. სიწმინდებთან მიახლებით, აი ღვთისმშობლის კვარც რომ მიახლები, შენ პოზიციას გამოხატავ ამით, რომ ის და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, აი ღვთისმშობელი ჩვენს დედად ითვლება. მე მაგალითად დედად მიმაჩნია ღვთისმშობელი. მე პატარა ვიყავი, დედა რო გარდამეცვალა და არ ვყავდა დედა და ერთხელ ერთ სუფრაზე ვიყავი, სტიქაროსანი ვიყავი და ერთმა მოძღვარმა გაიგო რომ მე დედა გარდაცვლილი მყავს და მაშინ ვიყავი ალბათ 23-24 წლის ეს რომ მოხდა და რა სიტყვებით დამლოცა, იცი მისი გულიდან წამოვიდა ეს. აი ძალიან განიცადა ჩემი მდგომარეობა და ღვთისმშობელი იყოსო შენი დედაო და მამა ვახტანგი მხوارა შენ. არა, სხვა მოძღვარმა, ერთ-ერთმა მოძღვარმა და მამა დავითია ხიმშიაშვილი ესეთი ის ახალგაზრდა და მოკლედ ეს საოცარი რაღაცა მოხდა რომ მე ვიგრძენი რომ ეს მართლა ესია და თითქოს ოფიციალურად გაფორმდა მე ამას ვგრძნობდი მაგრამ აი იმ დროს მე ცოცხლად დავინახე რომ ღვთისმშობელი არის დედა ჩემი ანუ ის ზრუნავს ჩემზე როგორც დედა და ეს ზრუნვა არის სულიერი თვალის უხილავი და ჩვენ თუ ურწმუნოებაში ჩავარდები მე ყველაფერს აღვიქვამ მარტო რასაც ჩემი თვალი ხედავს იმას დავიჯერებ დანარჩენს მე არაფერს არ დავიჯერებ და ასეა და ათეიზმში თუ გადავარდა ადამიანი ის ამბობს რომ აი მე რასაც ვხედავ ეს არსებობს დანარჩენი არაფერი არ არსებობს მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ეხლა ერთ ოთახში ვართ აქ ჩემი თვალი ამ ოთახის იქეთ ვერაფერს ვერ ხედავს და ამ ოთახის იქეთ არსებობს თუ არ არსებობს ქვეყანა სამყარო სხვა ადამიანები ანგელოზები ღმერთი ღვთისმშობელი რა თქმა უნდა არსებობს და აი ჩვენ ყოველთვის ცოცხალი სარწმუნოების მატარებელი ვიყავით ისტორიულად მაგრამ როდესაც ამ ქვეყნიური შვება-სიამის სიყვარული შემოვიდა ჩვენში აი მე ნელ-ნელა დავივიწყეთ ღმერთი არა არ დავივიწყეთ მაგრამ გადავწიეთ მე-4 მე-5 მე-7 ადგილზე ჩემი ჭამის, ჩემი ჯანმრთელობის, ჩემი მატერიალური კეთილდღეობის, ჩემი ბედნიერების, ჩემი სიამოვნების მერე დგას ღმერთი. ანუ მე თუ სიამოვნებაში ვარ, მე თუ მაძღარი ვარ, მე თუ ნაჭამი ვარ, ნასვამი ვარ, მოსვენებული ვარ და პარალელურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. აი მე შეიძლება მოვიცალო ღმერთისთვის და ვადიდო. ან შეიძლება არც მოვიცალო. მაგრამ თუ რამე შემერყა, ან ჯანმრთელობა, ან საჭმელი მომაკლდა, აი მე შეიძლება გამახსენდეს ღმერთი, რომ
აღმიდგინოს ის მდგომარეობა. და სხვა შორის აი სულიერ მადლს უცხოელებიც გრძნობენ. მე მინახია უცხოელი, რომელიც ვთქვათ ძალიან განიცდის ამ ჩვენთან, ესე იგი გრძნობს და აღფრთოვანებულია იმ სიხარულით, რომელიც თქვენს ერში არისო. ხო. იმ სიმშვიდით, რომელიც თქვენში არისო. აი ერთ-ერთი უკრაინელის საუბარს მოვიტან, რომელიც მოყვა აი ამ ცეცხლში და რაღაცა 3 დღე იყო სადღაც სარდაფში და მათზე ზევით სახლში ესე იგი ოკუპაცია მიდიოდა და ეს მტერულად განწყობილი ჯარისკაცები დადიან და ნუ არიციან ესენი გადარჩებიან თუ არა და პატარა ხატი მანახა ბებიამისის ნაჩუქარი. ღვთისმშობლის. აი ესო ხელიდან არ გამიშვიაო. იქ იყო მისი მეუღლე, მისი შვილიც. და მე გამოაღწიეს იქედან. მე იყვნენ ამერიკაში, მე იყვნენ ევროპაში, ახლა ჩამოვიდნენ საქართველოში. ქართველი მეუღლე, უკრაინელი გოგონა. და 2 გოგონა, 2 შვილი. და აქედანო ჩვენო არსად არ წავალთო და ასეთიო ქვეყანაო, არსად არ არისო. აქო ისეთი სიხარული და ჩუმის სიხარული და სიმშვიდეო, თქვენო ალბათო მიჩვეული ხართო, თორე აი უცხო თვალიო, თან ასეთი განსაცდელ გამოვლილი, რომ ეგონა რომ აღარ იცოცხლებდა და უცებ რომ მოხდა ღვთისმშობლის სილღვედრ ქვეყანაში, მან ეს რაღაცა ძალიან აღფრთოვანებულად განიცადა. და მან ესეთ რამეს აი სიტყვას ვიტყვის ამას მეუბნებოდა. მეო მინდაო რომ თქვენი ქართველების ნაირი რწმე, მაგარი რწმენა მქონდესო და რანაირი რწმენა გვაქვს მეთქი ჩვენ და თქვენო ძლიერი ქრისტიანები ხართო. ჯერ როგორი ისტორია გაქვთო და ეხლაცო ესეთი არგუმენტი მითხრა რომ ტაძრებთანო რომ გაივლისო მანქანაო ავტობუსიო მაგრამ ხალხიო პირჯვარს იწერსო და აი ეს მისთვის არგუმენტი იყო რომ ჩვენ თურმე ღმერთი გვახსოვს მაშინაც როდესაც ავტობუსში ვზივართ და ეს მისთვის იყო განმაცვიფრებელი ჩვენთვის ეს არაფერს არ ნიშნავს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ უფრო მეტად უნდა ვიყოთ უფრო მადლით უნდა შევიმოსოთ და აი ჩვენ უნდა მივახციოთ ჩვენს სულისკვეთების უმაღლეს წერტილს იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ უბრალო მოდგმა არა ვართ ჩვენ ვართ გრიგოლ ხანძთელის, იოანეს აბანისძის, გიორგი 100,000 მოწ მათი შთამომავლები ვართ. მე ახლა გიორგი მერჩულე, იოანეს აბანისძე, იმიტომ ვახსენე რომ მათ ესე იგი აგიოგრაფიასა, მათ წმინდანის შესახებ დაწერილ ესე იგი ლიტერატურას რო წაიკითხავ, გაოგნებული ხარ, როგორ აზროვნებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და როგორი სიტუაცია იყო. მაშინ აი მაგალითად იოანეს აბანისძე მე-7-8 საუკუნე ხო რა პერიოდია და იწყებს ასე მოგმართავს შენ ქრისტიანს მაგრამ ნახე როგორ მოგმართავს ქრისტიანო ასე კი არ გეუნება შენ მამა ღმერთის საყვარელო შვილო შენ ქრისტე ღმერთის მეგობარო და სული წმინდის სამყოფელო მე მინდაო მოგითხრო შენო ქრისტეს ერთ-ერთი მეომრის შესახებ და წარმოიდგინეთ როგორ მოგმართავს შენ არა შენ რომ ხარ მონათლული და ქრისტიანი ეს არ არის უბრალო რამე შენ ხარ მამა ღმერთის საყვარელი შვილი ქრისტეს მეგობარი და სულიწმინდის სამყოფელი ამას ხელი არ უნდა შეუშალო არაფრით ადამიანმა თავისი ცოდვები და თავისი გულმა ვიწყობით იმიტომ რომ როგორც უფალი ამბობს ერთ-ერთი იგავში გამოვიდა მთესვარი თესვად და დათესა კეთილი მინდორში კეთილი ნაყოფი მაგრამ ადამიანებმა რო დაიძინესო მე მოვიდაო ბოროტი კაციო და ბოროტებები ჩათესაო ღვარძლიო იქო და მე ის გაიზარდაო ნუ სიმბოლურად ქრისტეს ნათქვამი ამას ნიშნავს რომ ღმერთი ჩვენში ყოველთვის სიკეთეს თესავს კეთილ სურვილებს, კეთილ უნარებს, ნიჭი გვაქვს და რო დაიძინებ, ანუ როდესაც სიფხიზლე მოგაკლდება, ბოროტი ძალა ჩაგითესავს იმ შენს გულში რაღაცა ბოროტებებს, რაღაცა ღვარძლს, რაღაცა გაგამწარებს და ასე შემდგომ და ადამიანი მე ხდება ისეთი რაღაცა რომ ადამიანმა შეიძლება ეს ჩვენ ვიცით ხო მაცხოვარმა რომ მოიყვანა მინდურის მაგალითი კეთილ თესლს რო დათესავს იმ კეთილ თესლს ზრდაში სარეველა ჯობნის
და თუ სარეველა არ მოაშორეს, ეს კეთილი თესლი დაიჩაგრება და საბოლოო ჯამში ის მინდორი იქნება, ესე იგი, სარეველით მთლიანად დაფარული. რაც უფრო შეებრძოლები სარეველას, უფრო ძლიერი მოდის მერე იქ ეს ვიცით და ამიტომ ეს იგივე ხდება ჩვენს გულში. ამიტომ ჩვენ გულში ნებისმიერი ბოროტება უნდა ამოვძირკოთ, რა თქმა უნდა, რომ გავიხაროთ. და რომ ღმერთის მადლით ვიცხოვროთ, აი ღმერთის მადლით. ღვთისმშობლის კვართი რატოა საქართველოში, ან მაცხოვრის კვართი, ან ელიას ხალენი, რატო, რომ ჩვენ ეს ენერგია ვიგრძნოთ, მოვიცალოთ, გულისხმავ ხოთ, ეს ენერგია მივიღოთ და მერე ყველამ დავაბრუნოთ კეთილი მისალმების სახით, მოვალეობათა ასრულების სახით, სიკეთის კეთებით და ასე შემდგომ ბევრი რამე და ხა წარმოიდგინეთ ჩვენ კონსტანტინე გამსახურდია რომ ამბობდა ჩვენ ისე ცოტა არა ვართო როგორც მივტირითო და ჩვენ მართლა მივტირით ამას რომ ცოტანი ვართ, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ ბევრი ვიყოთ და ვინ გვიშლის რომ ბევრი ვიყოთ უпроსორეთ. უამრავი აბორტი კეთდება დღესაც და ისტორიულ ჩვენ მამა, ჩვენ ხო და აი ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ გავიხაროთ, პირადად რომ გაიხარო შენ და შენ რომ გაიხარებ, მე ჩვენც გავიხარებთ. ყველა გავიხარებთ და ეხლა წარმოვიდგინოთ რომ ეს 3-4 მილიონი ადამიანი რომელიც აქ ცხოვრობთ რომ ყველას გვიხაროდეს ესეთი რამე აი უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ აი ერთი დღე რომ დაუშვათ რომ ყველას გვიხაროდეს ისე უაზროდ კი არა უმიზეზოდ კი არა აი გული რო გქონდეს გახარებული და ერთმანეთის გულს რო ვახარებდეთ ერთი დღე წარმოვიდგინოთ ეს იქნება ნამდვილი სამოთხე აი ეს ჩაიფიქრა ღმერთმა და ამას არ უნდა შეუშალოთ ჩვენ ხელი და ჩვენ სამოთხე უნდა დავამკვიდროთ და ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრივი ქვეყანა როგორც ერთი მეუფე ზოსიმი ამბობს საქართველოში ყველაფერია იმისათვის რომ ადამიანი გახდეს წმინდანი ადამიანი გახდეს მადლმოსილი და ადამიანი ცხონდეს ყველაფერი არის ამისათვის აი ყველაფერი ბუნებაც ისეთია მზეც ისე ამოდის ჰაერიც ისეთი კეთილია შეზავებულია ეს ხალხიც ყველაფერი კარგია ეხა აი მაგასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ რომ აი ხა ამდენი სიწმინდეები და რაღაცა აი ხა ღმერთმა იცოდა რომ სანუგეშოთ გჭირდება მამაო ჩვენ და ჩვენთან გამოაგზავნა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იკურნება აი თუნდაც მამა გაბრიელთან იგივე იმ კვართთან იგივე ღვთისმშობლის კვართთან ხო და აი ამდენი სიწმინდეები რო გვაქვს ხო ამ შემთხვევაში ადამიანის ვისაც აი ნუგეში არ გვაქვს ხო აი რამდენს გითხოვიათ ან რამდენს უთქვამ სიტყვაზე აი სიმსიმე მჭირს ზეთი რაღაცა მოურჩენი რაღაცა და ღმერთი უშვებს იმას რომ რაღაცა სულიერი შვება მაინც ვიგზნოთ იმიტომ რომ მამაო თუ შეიძლება რომ ხორციელი შვება ჩვენ რო არ გვექნება ეს ვაუხსნათ ადამიანებს თუ შეიძლება იცით რატომ მამაო არ ყოფილა ადამიანი რომელიც ღვთისაკენ გზაზე მიმავალი იყო და მას უბრალოდ ხორციელი შვება ჰქონდა და აი რაღაცნაირად კარგად იყო და სიამტკბილებას იყო მიშვებული და ის თან ღვთის გზაზე იდგა იმიტომ რომ მე გამორიცხული სულ მაგას იცით რატო ვამბობ რომ მე მესმის განა ვინმეს ვიცავ სასწაულია და საშინელებაა ჩვენ რაღაცები გვჭირს მაგრამ მე მინდა რომ ეს გადავიტანოთ იმით რომ ღმერთი რას გვიმზადებს აი ამ ყველაფერ საშინელების მერე რამხელა სიკეთეს მოგვანიჭებს და რამხელა ჯილდოს ეგრო ვთქვათ აი ყველა გადაცემა შეგმინდა ვთქვა რომ როცა წვალობ ადამიანი ესე იგი შენ სწორგზაზე დგე ხარ რაღაცა გარკვეული გამონაკლისის გარდა, როცა ხარ რა თქმა უნდა სულიერებაში ხარ და იმაში და როცა გაწვალეს ბოროტი, ხო იგივე აი წარმოიდგინეთ მამა რომელიც წმინდა გიორგიდან მოყოლებული, ხო ნებისმიერი ადამიანები როგორი მოციქულები იგივე როგორი გამეტებული იქნა აი აქ ამ ცხოვრებისგან, ხო მაგრამ სამაგერო ზეცამ დაინდო და ზეცაში არიან, ხო და აი ამ შემთხვევაში მამაო ჩვენ უნდა ავირჩიოთ და უნდა ვიცოდეთ რომ რატო არის ეს შევიწროება სულ მიგვისხვა აი 3 წამსაც ვიტყვი მამაო და მე მთელი ნახევარისად თქვენი საუბრეთ აი სულ მიგვისხვა ხოლმე რომ აი ამდენი ადამიანი გაჭირებული 3 მილიონი ადამიანს როგორ არ გვეშველა რაღაცა და ერთხელაც კითხვას ვსვავ აბა მოდი ვთქვათ რატო არ გვეშველა ხო შეიძლებოდა რომ არავინ არ ყოფილიყო არც ცუდად არც არაფერი მაგრამ რატო იცით მამაო ხდება ხოლმე თქვენ რო წეღან ახსენეთ ყველა რო კარგად არის მე ვიცი მე რომ ყველა ერთმანეთისგან უცხოვდება პრობლემა არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე მინახავს მაძღარი ადამიანის და მშიერი ადამიანის და იცით ვინ დამხმარებია, ვისაც იმ შიმშილი გამოვლილი ქონდა.
ჩემსკენ მაძღარს არასდროს არ მოუხედავს. განა იმიტომ რომ ჩემსკენ კი არა, საერთოდ სხვისკენაც გახედოს და მეც ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად დამიწყებია ვიღაცა როცა რაღაცა სიამტკბილობას მიეცი თავი, მაგრამ როცა მიჭირდა მე ვიღაცა გაჭირებულის მდგომარეობაში შევსვარ, იმიტომ რომ მიიგძვნია თუ ის რას განიცდიდა მამა. აი ჩვენ ადრე მახსოვს მამაო ძალიან დიდი ბოდიში და ის სვანეთში იცოდნენ ხოლმე რომ ჭირის უფალი რო იყო ესე აცხადებდნენ რომ ვისაც ეს ტკივილი არ გამოგივლია თუ ისო სამძიმარზე არ მოხვიდეთ იმიტომ რომ ვისაც გამოვლიაო იმან იცი ზუსტად მე რამ ჭირსო რა და მართლა გულით მიდიოდნენ მე მისასამძიმებლად და ანუ აი ამიტომ არის აი ეს ტკივილები რაც გვახლავს ეს მატერიალური იქნება სულიერი იქნება ფიზიკური თუ აი როგორიც არ უნდა იყოს ხო ამ შემთხვევაში თუ რაღაცა უცხოეთშია ზოგი პატიმრობაშია აი ეს ყველაფერი აუცილებლად ღვთისგან დაგვიფასდება და ღმერთმა იცის ამით ჩვენას იკეთეს გიკეთებს საბოლოოდ რა თორე ну რა თქმა უნდა ბოროტისგან არის ის რომ ადამიანს ტკივა ამით ღმერთს აყენებს ტკივის ხო რა თქმა უნდა რომ ჩვენ ღვთისშვილები ვარ და ღმერთი უნდა რომ ღმერთს ებრძოლოს ჩვენით და ჩვენ ვართ ის ადგილი რითაც ებძვის ღმერთს ვერაფრით ვერ ებძვის სხვა ბოროტი და მადლობა ძალიან დიდი მამო აი ეს მინდოდა რომ მეკითხა რომ აი ბევრი ადამიანი მამო კით სასუწა არის ეს სუიციდები მამო აი ამიტომ არის რომ ეშმაკმა დააჯერა რომ შენ არავინ არ გიცავს აგერ მოდი და აგერ აი ამ ეს გააკეთე აი უნდა რა გველის მამა უბრალოდ აი ამ მიუხედავთ ამ ხელა ტკივილისა და გაჭირვების აი ლაზარე მამაო როგორ იყო თქვენ რო ახსენეთ წეღანის დიდარი და ისო ხო დიდრის ქვეშ როგორ იყო და მე დიდარი წარმოგიდგეთ როგორ მოbrunდა სიტუაცია რომ ეხვეწებოდა რომ ერთიო წვეთი წყალი ჩამომიტანოს ლაზარეს თხოვეთო წარმოგიდგეთ ის დიდარი თელი ცხოვრება რა მაგრა იყო და ლაზარე არც გახსენებ წეღა რო ახსენეთ მსგავსი სიტუაცია რო თქვით თქვენ მამაო რომ რაღაცა თუ შეიძლება მამაო რომ ну აპატიეთ ну ალბათ ყველაზე მთავარ თემას შეეხეთ და რა ვიცი რანაირად შეიძლება ამაზე საუბარი მაგრამ აი რაც წარმომიდგენია ამას ვიტყვი რომ ესე იგი ყველა ადამიანი უნდა დააკვირდეს სულიერად თავის ცხოვრებას რა სცენარით ვითარდება მისი ცხოვრება საღვთო მიმართულებით თუ საეშმაკო მიმართულებით მესამე მიმართულება არ არსებობს ან ღმერთისაკენ მიდის ადამიანი ან ეშმაკისკენ მიდის ადამიანი და რა სცენარით ვითარდება ჩემი ცხოვრება მაგალითად მე თუ დღეს მშია ეს არა ეს პირუტყული მდგომარეობა მშია და ნუ შეიძლება რაღაცა თქვათ ლეღვი შევჭამო და გაჩერდეს ეს შიმშილი მაგრამ ამის იქეთ რა არის საით მიდის ეს ცხოვრება ზოგადად და აი ზოგადად სამოთხებრივი ისტორია ეს არის რომ ადამიანს ღმერთმა უთხრა რომ სიცოცხლის ხის ნაყოფი მიიღეო ანუ ღმერთთან ურთიერთობით იკვებეო მაგრამ ეს და არ შეჭამო კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფიო ესე იგი ეშმაკისგან მოწვდილი ნაყოფით არ იკვებო და ეხლა წარმოვიდგინოთ რომ რითი ვიკვებებით ჩვენ რა ისაით მიდის ჩვენი ცხოვრება ეს ზუსტად უნდა ვიცოდეთ რამე შეცდომა ხო არ არის მოსული ჩვენ ზოგადად ოქროს ხანა გქონდა აი თუ თქვათ ჩვენ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას წავიკითხავთ ეს სასწაულია რანაირად ცხოვრობდნენ ეს იმდროინდელი ქართველები ან გიორგი მერჩულე როგორ აღწერს რა ენა აქვს ეს ან იოანე საბანისძე როგორ ან იაკობ ცურტაველი ან შოთა რუსთაველი ეს ხო სხვა თითქოს სხვები არიან დიდგორის მეომრები 100,000 მოწამე ეს ხო თითქოს სხვა ხალხია თუ რა არის არ ვიცი როგორ არის მაგრამ ჩვენ ხო იგივე ხალხი ვართ მაგრამ აქ ჩვენ ისტორიაში არის ერთი წითელი ხაზი 100,000 მოწამე 1227 წელი როდესაც ეს არ ვიცი ეს ანგელოზი ხალხი დაიღუპა თავისი მიზეზის გამო მაგრამ ჟამთა ახმწერელი ისტორიკოსი როდესაც ამას შეჯამებას უკეთებს და ეს არის საოცარი ისტორიკოსი მისი სახელი გვარი არ ვიცით ფსევდონიმი ჟამთა ახმწერელი და ის აღწერს რომ რატომ მოხდა ეს რატომ დაუშვა ღმერთმა რომ ასეთი ძლიერი ქვეყანა დაინგრა იმიტომო რომ ქართველებმა დაივიწყესო ღმერთის სიყვარულიო და ამ ქვეყნიურ შვებას სიამეს მისცეს თავიო და სასჯელად მოვიდა ჯერ და ჯალალედინი მერე მონღოლები და ქართველებმა ამას ვერ გაუძლეს
მონღოლი თვითონ არ იყო პრობლემა, შეიძლება მთელ მსოფლიოს პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო იმდენად ძლიერი, მართლაც ვამბობ, რომ ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვართ და ფიზიკურადაც შეგვეძლო ჩვენ გაძლება ამისი. ღვთით გაუძლებით. ხო, გიორგი ბრწყინვალემ თუ შეძლო დალაგება სიტუაციის და გიორგი ბრწყინვალემ თუ რაღაცა დიდი პატივი მოიპოვა, სხვა დროს როგორ არ შეიძლებოდა ეს. მაგრამ აი წარმოიდგინეთ, მოხდა ის, რომ დავივიწყეთ ღმერთი და ამ ქვეყნურ შვებასიამეს მივეცით თავი. შემოვიდა საშინელი ცოდვები, შემოვიდა მრუშობა, შემოვიდა ლოთობა, შემოვიდა გარყვნილება, სიამოვნების მოყვარეობა და ამას ეს ჩვენ ხომ გენეტიკურად გადმოგვეცემა. მე მაგალითად დღეს რო ვცოცხლობ, მე გენეტიკური შთამომავალი ვარ ჩემი წინაპრის, ისე როგორც თითოეული ჩვენთაგანი. და აი წარმოიდგინე, რომ ჩვენ რაღაცა მოვიდა დინება ჩვენამდე და საით უნდა წავიყვანოთ ეს ჩვენი დინება. ხომ მნიშვნელოვანია. ამიტომ ბუნებრივია, რომ დღეს მე რომ მაწუხებს რაღაცები, ეს მარტო ჩემი არ არის. ეს წინაპრისგან შემოშვებული ცოდვებიც არის. ამიტომ ღმერთი შეგვეციოს, რომ ჩვენ ცოტა ღრმად დაუფიქრდეთ. მე რომ რაღაცა თვისებები მაქვს, კარგი ან ცუდი, ეს მოცემულობაა. წინაპრისგან მოსული დინება ჩემამდე, რომელიც მე უნდა გავფილტრო. აი მე მაგალითად მახსენდება, რომ მე როდესაც ეკლესიური გავხდი, სანათესაოში მე წინააღმდეგებოდა რამდენიმე აქტიურად და მამაჩემი, რომელიც აი არ ვიცი, ეს ღმერთმა ანგელოზი მომადლა მამაჩემის სახით, რომელიც მე ყოველთვის მიფარავდა, მიცავდა და სიყვარულით მავსებდა. და მამაჩემმა ასეთი რამე თქვა, იმიტომ რომ მე ძალიან კუთხეში მიმაყენეს მაშინ, იმიტომ რომ ჩემგან უნდათ რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის ძლიერი გამხდარიყავი და მე კიდე ეკლესია ავირჩიე და რაღაცა ბუნდოვანი მომავალი მათთვის. მამაჩემმა ესეთი საოცარი რამე თქვა. ყველა ჩვენთაგანის საქმეს აკეთებსო. ვიღაცამო უნდა შეაჩეროსო ისო, რაც ხდებაო ჩვენშიო. ჩვენში რა შიგნით რაც ეხლა მატერიალურ პრობლემებს ჩვენ შევაჩერებთ, ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ აუცილებლად შევაჩერებთ. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი პროფესია ავითვისოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, შრომის მოყვარეებიც ვიყავით, ოქროს ხანა გავიხსენოთ, როგორები ვიყავით, როგორი მშენებლობები შეგვიძლია, დღესაც ვაშენებთ და დღესაც გვაქვს ეს ენერგია შენების. მაგრამ აი ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა უნდა შევაჩეროთ ჩვენი წარსულიდან და ჩვენში რა უნდა შევაჩეროთ. ამიტომ ღმერთისგან უნდა მივიღოთ ცოდნა. ეს ეკლესიაა. ეკლესია ახლა მაგალითად ვიღაცა კი არ უნდა მოვიდეს და მე კი არ უნდა დამიწყოს თქვათ სმენა და კითხვების დასმა. მთელი ლიტერატურა უნდა მოიმარაგოს. ჩვენ კითხვის მოყვარეერი ვიყავით. ეხლა რომელიც შეიძლება ჩვენ დაგვავიწყდა, მაგრამ ჩვენ მაინც ცოდნის მოყვარეერი ვართ და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ის მარგალიტები, რომელიც გვაქვს ისტორიულად გადარჩენილი, რაც გადაგვირჩა, ისიც ძალიან დიდია. და აი მაგალითად დღეს არის ხსენება გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, გიორგი მთაწმინდელის მოძღვრისა. წარმოიდგინეთ, ეს ისეთი ხალხი ყავდა, ისეთი ხალხი იშვებოდა ჩვენს ერში, რომელიც იყოს ზეცის მოქალაქე და ქვეყნის ანგელოზი და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს. ეს ილია ჭავჭავაძე როგორ აფასებს? ჩვენ ვართ ქრისტესთვის ჯვარცმული ერი. შენ ხარ ქრისტესთვის ჯვარცმული ერი. ვისაც ეს შენი ცხოვრების წესი მოსწონს, ის გიერთდება მერე სხვადასხვა ქვეყნიდან. დღესაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიან ღვთისმოყვარენი, რომ აქ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მაგალითად იცხოვრონ. მე ესეთი ბევრი მაგალითი ვიცი. და ჩვენ თვითონ მით უმეტეს ახლა აბუთფილელის ქვეყანა ვართ, ანუ სადაც აბუთფილელი ეწამა. და რომელი იმ ქალაქში ვცხოვრობთ, რომელსაც აბუთფილელი არის მისი მფარველი. და ეს იყო არაბი, ეს იყო აგარიანი ტომით და ის ესე იგი მიუხედავად ამისა მოვიდა აქ ქრისტეს სიყვარული დაინახა ჩვენში
და თვითონაც შეიყვარა, თვითონაც მიიღო ეს მადლი. ჩვენ ეს მთელი ჩვენი ისტორია უნდა მივიღოთ, ჩვენს გულში უნდა გავატაროთ, რა გაუკეთებია ჩვენს ერს და დღეს არ შეიძლება ესეთი სიტუაცია დაუშვა, რომ მაგალითად გააქვს რაღაცა პრობლემა და დარჩი ამ პრობლემაში. შენ მარტო პრობლემას არ უნდა ხედავდე, შენ მისგან გამოსავალს უნდა ეძებდე. ძალიან მიყვარს ერთი ფილოსოფოსის ნათქვამი, რომ ესე იგი პრობლემა არავის არ აქვს ცდება. ყველას გვექნება ჩვენ პრობლემა და გვაქვს და ყოველთვის გვექნება. მაგრამ პრობლემა მოქმედებს ორნაირად. ის ან განგრევს და ან გაძლიერებს და შენზეა დამოკიდებული რას გააკეთებ. რას დაგანგრევს თუ გაგაძლიერებს და ჩვენ და გაგვაძლიეროს. და წარმოიდგინეთ ძველ ქართულად ქართველის ფსიქოლოგიაში ესეა რომ გამოცდილი ადამიანი არის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ანუ ყველაზე მაგარი ადამიანი. იმიტომ რომ იმან ცეცხლი გამოიარა. იმან იმ არჩევანში, ნგრევაში თუ შენებაში მოახდინა ის, რომ ნგრევა აიშორა და რა თქმა უნდა დარჩა გამოცდილი. ამიტომ არ შეიძლება რომ თქვათ წაიქცე და დარჩა წაქცეული. უნდა წამოდგე და უნდა იპოვო ღმერთისაკენ სავალი გზები. ეს აუცილებელია. ჩვენ უნდა ავირიდოთ ეს პრობლემები და ჩვენ უნდა ავირიდოთ, რა თქმა უნდა, ის ცოდვა, რომელიც ჩვენ გვიტევს. და ამიტომ ზუსტად უნდა აღმოვაჩინოთ რა გვიტევს და როგორ. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში უფალი ხო უნიკალურ ცოდნას გაძლევს სახარებიდან და მადლით, ცოცხლათაც გესაუბრება უფალი და ცოცხლათაც მოდის ცოდნა ღვთისგან. მოციქულები გესაუბრებიან, წმინდა მამები გესაუბრებიან. მაგალითად იოანე კიბის აღწერელი საერთოდ ყველაფერს გიმარტავს. აი, როგორ თქვა, პატარა წვრილმანებზეც კი გესაუბრება, ნებისმიერ ცოდვაზე საუბრობს, რომელიც ღვთის მადლით გადმოსცა მან. მას ასეთი ნიჭი ჰქონდა, რომ ეშმაკს კრავდა და ეკითხებოდა, საიდან მოდიხარ, საით მიდიხარ, როგორ იწყებ ბრძოლას ადამიანთან, რომ რა არის შენი დამმარცხებელი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ შენ შეეშვა და განიდევნო მისგან. და წარმოიდგინეთ, ეს ცოდნა, ამიტომ ეს იოანე კიბის აღწერელის კიბე ეს უნდა იყოს როგორ თქვა, აი სამაგიდო წიგნი ყველასთვის. სამაგიდო წიგნი, მაგრამ როგორც იარაღი უნდა აღიქვა ის. თუ შენ თქვა, გინდა ბრძოლის ველზე გადარჩენა, იარაღი უნდა გქონდეს, თორე შანსი ხო არა გაქვს. და ასევეა სულიერებაშიც. აი ამიტომ იოანე კიბის აღწერელი, ესაუცა, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ჩემთვის მაგალითად ეს წიგნები არიან გადამრჩენელები. აი იმდენად საერთოდ ნებისმიერი პრობლემა რო გიტევს, ან ცოდვა რო გიტევს, ან შთამომავლობით გადმოცემული რაღაცა წახდენილობა და ჩვენ ადამიანის დროინდელ ცოდვასაც ვატარებთ. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი, ეს დაცემულობა რომ ჩვენ ცოდვა რო გვირჩევნია სიგეთეს, ეს უნდა შეჩერდეს და როგორ უნდა შეჩერდეს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ. არ შეიძლება რომ შენ მე მგონი ჩვენზე შეჩერდეს. კახელებს უყვართ ასე თქვა, რომ არ უნდა დაგაბეჩავოს რაღაცა პრობლემა. არა, პირიქით უნდა გაგაბეჩავოს. სადაც ხარ, როგორც ხარ, მოუწოდე ღმერთს, უფალი ამბობს, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით. ღმერთის გარეშე შანსი არა გაქვს გადარჩენის. მეც მაგალითად, ჩემში ესა თუ ის ცოდვა, როდესაც აქტიური იყო, სასოწარკვეთაში გაგდებს. შენ გრძნობ, რომ ამას ვერ მოერევი. შენ გრძნობ, რომ ეს შეუძლებელია. შენ გრძნობ, რომ ამას ვერ მოიშორებ. ეს არის, რა ვიცი, რაღაცა ისეთი ფიზიკური დაავადება თითქოს, რომელიც კლავს აუცილებლად. სულიერი დაავადება. ცოდვა, ეს არის სულიერი დაავადება. და ეს ცოდვა, სულიერი დაავადება, რომელსაც შანსი არა გაქვს, რომ მოიშორო. მოგაშორებს ღმერთი, მაგრამ შანსი რო არ აქვს გადარჩენის ადამიანს, ამ დროს სასოწარკვეთაში არ უნდა ჩავარდეს. აი სუიციდი ახსენე და ასე შემდგომ. ეს რა? ეს ნიშნავს, რომ ღმერთის იმედი არ აქვს. წარმოიდგინეთ, ესე იგი, აი მაგალითად ჩვენს შემთხვევაში იყო, ჩვენს მრევლში 8 თუ 9 შემთხვევა, ზუსტად არც მახსოვს. მოკლედ მოდის მანდილოსანი, ფეხმძიმე და მეუბნება, რომ მამაო
ესე იგი ბავშვი არის დაავადებული. ექიმები მეუბნებიან, უნდა მოიშორო. დაავადებულია 100%-იანად დაავადებული. მე გადავამოწმეთ, სხვა ექიმებში გადავამოწმეთ, კი ამბობენ, რომ ამ პრეპარატის მიღებით ბავშვი აუცილებლად ესეთი იქნება. და მე ეხლა ვარ საგონებელში, უფალი ამბობს, არაკაცკლა და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოკლა ადამიანი, მაგრამ აქ ეხლა წარმოგიდგენთ რა მდგომარეობაა, რომ ესე იგი არ უნდა ოჯახს, რომ მე მთელი ცხოვრება რაღაცა ტვირთად აწვეს, რაღაცა უუნარო და ასეთი ბავშვი და ამიტომ ურჩევნიათ რომ მოკლან, ხო კაი გამოსავალია. ამიტომ ეს ხო ჯერ ერთი არის ეს შემთხვევაში უნდა გააკეთო. მაგრამ მე სხვა რაღაცა უთხარი დედებს, რომლებმაც მე ჩუმად მითხრეს. ოჯახში არ ვამბობთო, თორე ჩვენო არავინს არ ვკითხ. და ნახეთ, უბრალოდ მე რაც მომივიდა აზრად. აი, მართლა ფიქრობ, რომ ის ღვთისგან იყო. აზრად ეს მომივიდა. ღმერთისთვის რამე თუ არის შეუძლებელი. ლოგიკურად ვიცით, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. მაშინ თუ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის, მივენდოთ. მოდი და ვთხოვოთ ღმერთს. აი შენც თხოვე, მეც ვთხოვ. თხოვოთ, რომ ჩაერიოს შენს ცხოვრებაში. და კაი გამოგააჩ. და არავის არ უთხრათ. არავის არ უთხრათ, რომ ესეთი რაღაცა დიაგნოზია. თუმცა მედიცინის თვალსაზრისითაც არის ესეთი, რომ 1500-მდე დაავადება დედის წიაღშივე იკურნება მედიცინიდან, ჩარევიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემები იყო ესე გადაულახავი პრობლემები. და წარმოიდგინეთ, ესე იგი ამ ლოგიკით მივყევით, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის და მოდი ღმერთს ვთხოვოთ დახმარება. დიახ. ქართული ანდაზაც არის ესეთი, სად კაც გადუწყდეს იმედი, იქ სასწაულის ჯერია. აი შენი შესაძლებლობები რომ თავრდება, მე არის სასწაულის ჯერი, ანუ მე ღმერთის ჯერია უკვე. ხო. ოღონდ შენ უნდა იმიტომ რომ შენ უკვე იმედი გაქვს ამოწული და არ გონია რომ სიტყვაზე ეს მოხდება და უკვე რო ხდება, შენთვის არის სასწაული. და წარმოიდგინეთ, ესე იგი თუ შენ ღმერთი არ შემოუშვი შენს ცხოვრებაში, ღმერთი კარებს არ შემოგინგრევს. უფალი ამბობს, ითხოვეთ და მოგეცემათ, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ, გამიღეთ და შემოვალ, დამკვიდრებით თქვენთან. სიკეთისმეც რას მოიტანს ღმერთი და წარმოიდგინეთ, ჩემთვისაც ძალიან სტრესული სიტუაცია იყო მაშინ, იმიტომ რომ მოვიდნენ ადამიანები და მეუბნებიან, ერთს ღამის 11 საათზე ველაპარაკე, ერთს დილა ადრიან ველაპარაკე. აი სხვა ძალიან სტრესული სიტუაციები იყო ჩემთვისაც და ეხლა მეც ხო პასუხისმგებელი ვარ რას ვეტყვი და მე ვეუბნები, აი მოდი ეს გავაკეთოთ, მივენდოთ ღმერთს. 9-ვე შემთხვევა, ბავშვები დაიბადნენ, როგორ გითხრათ, აი ფიზიოლოგიური სიყვითლეც არ ქონდათ. არანაირი დაავადება არ ქონიათ ბავშვებს. არანაირი დაავადება. ეს ბავშვები დღეს ზოგი სპორტსმენია, ზოგი ნათლული რამდენია? ყველა. არა, ნათლული არა. სასულიერო პირს სხვათა შორის დიდი ჯულის კანონით ეკრძალება, რომ ფიზიკური ნათლია იყოს. მართლა, ხო. მაგრამ შენ რომ ნათლავ ავტომატურად ნათლია შენ ხარ, ნათლისმცემელი ხარ შენ, მაგრამ მიმრქმელი არის ის სხვა, რომელმაც უნდა წაიყვანოს და ის ბავშვი ზადოს. მაგრამ სასულიერო პირს ალბათ პასუხისმგებლობა უფრო სხვა რაღაცაზე აქვს, არა ერთ ადამიანზე, არამედ უკვე კრებულზე აქვს. დიახ, მამამ სხვათა შორის ასაინტერესო ამბავი მოყევი და ჩემი ერთი მოძღვარი არის, კაპელანი რა და მეომარი არის ეს ადამიანი და ომი რო იწყებოდა ხოლმე ეს მიყავდათ ხოლმე ისინი და მე ომი მქონდაო თანო ლიმონკაო რა. და რატომ მიქონა მეთქი ლიმონკა თქო და აი ამას მაგ ისტორიასთან ახლოს არის და მაგიტომ ყვევი რომ იმიტომ რომ ტყვეთ რო ჩავარდნილიყავი ბევრი რამე ვიცვე თანო მაწამებდნენ რაღაცაო და ტყვეთ რო არ ჩავარდნილიყავი ეს უნდა ამეფეთქებინაო ეს უწმინდესმა გაიგო მამაო და ესე მითხრაო რომ ესო შენი ტვირთიაო და ამას არ გაიქციო არც ლიმონკი თუ არც იმით აი თუნდაც აი ვიღაცა რო სიტყვაზე ზოგი პატიმარია ზოგი უცხოეთშია ზოგი ხეიბარია მამა ზოგს ინვალიდი შვილი ყავს ეს არის შენი ტვირთი და ამას არ უნდა გაიქცი იმიტომ რომ ის ტვირთი და პატრიარქი გვარიგებს ამას ანუ ჩემ სიტყვებს არ ვამბობ რა ის ტვირთი აი რაღაცა რო გჭირ შენ ხო ის არის შენი ტვირთი და არ უნდა გაიქცი არანაირად რა და უთქვამს თურმე შენ შეიძლება დაგიჭირონო იქ აწამონო იქ რაღაცა მაგრამ ღმერთი იმ ძალას მოგცემსო რომ
თუ ამას დაუშვებსო, რომ ეს გადაგატანინოსო და შენო აი ეს ლიმონკები და ეგეთი რაღაცებიო, გვერდზე გადადეო და იარეო პირდაპირ გზაზეო და მერე დავფიქრ თან გამოცდილ ისეთი მოძღვარი არ მინდას მის სახელი ვთქვა, იმიტომ რომ ნებართვა ახაც არ მაქვს, რაღაც შეიძლება ეწყინ. პირადად მომეყვა და ხო იცით ვიზეც ამბობ. თქვენთან ახლოს ხოლოს და დიახ და წარმოიდგინეთ, მამო, ეს ტვირთი ეხლა წმინდა გიორგის რო ეთქვა, უნდა მაწამ უნდა რაღაცა და გავიქცევენ რაღაცა ხო სიტყვაზე. ის ტვირთი იყო და ესე არის დაშვებული რახანს ღმერთი იმას შუშვებს. აი მინდა რომ აუცილებლად აი რაღაცნაირად გითხრათ პატიმრებს განსაკუთრებით და იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა ტკივილით ხართ უცხოეთში იმაში, ხო? ან რაღაცა ეწს ხართ მიზერწული. ეს არის თქვენი ტვირთი. და ამას აუცილებლად ღმერთი ძალიან ღირსეულად და დიდებით აუცილებლად გადაგატანინებ და მე ნახეთ ზეცაში უბრალოდ როგორ ამხელა ჯილდოს მიიღებთ თქვენ თუ ამ გზაზე სწორად ივლით. ჯილდოს ამ ქვეყანაზევე მიიღებ. ხო, რა თქმა უნდა და კიდე ზეცაში ოღონდ ფსალმონში არის ესეთი სიტყვა 59 ფსალმონი ესე სრულდება რომ მსხვერპლმან ქებისამან მადიდოს მე და მუნარს გზა რომელი უჩვენო მას. ახლა ეს რო ავხსნათ აი ამ თემიდან გამომდინარე, თქვათ ხარ პრობლემაში. თქვათ აი მაგალითად დავით ულუ საქართველოს მეფე, აღმოსავლეთ საქართველოს მეფე მონღოლების დროს 7 წელი იყო ჩაგდებული ხაროში, ორმოში, გამოქვაბულში, გველებით სავსე გამოქვაბულში. 7 წელი წარმოგიდგენიათ ესა ასეთი განსაცდელი ვინმეს გვაქვს ან წარმოგვიდგენია საერთოდ და 7 წელი იყო ჩაგდებული გველებით სავსე ხაროში და ქონდა პატარა ღვთისმშობლის ხატი და მისი ძმადნაფიცი მისი მსახური დღე მუშაობდა იქ ქალაქში და უცხო ქალაქში და მოდიოდა და ესე იგი თავის მეგობარს თავის ბატონს როგორც თქვა ასე ვთქვათ საჭმელებს ესე იგი აქედან ქვევიდან ზევიდან აწვდიდა 7 წელი იცხოვრა იქ ეს არ არის 7 დღე არც 7 თვე ეს არ ვიცი მე რო წარმოვიდგენ ეს არის საშინელება და თქვათ ხარ გამოუვალ სიტუაციაში და უმძიმეს სიტუაციაში უფალი ამბობს მსხვერპლი უნდა შესწირო ღმერთს და ძალიან დიდი მსხვერპლი არის აი მაგალითად როდესაც არ შეგიძლია ლოცვა და ლოცულობ არ შეგიძლია რომ რაღაც აი ღმერთისაკენ გაკაფობზები ხო და აი რომ აიძულო შენ თავი არ შეგიძლია მაგრამ თუ შენ ამ მსხვერპლს გაიღებ უფალი ამბობს აი მანდარიო გზა რომელსაც მე შენ გასწავლიო შენი რწმენა ღვთისადმი უნდა გამოავლინო რაღაცით ესე იგი რო გილხინს მაშინ კი არ უნდა გაგახსენდეს ღმერთი და დაუნთოს სანთელი რას თუნდა ღმერთს შენი სანთელი ან რა თუნდა ღმერთს ცხვარი შეწირული მე არ მომშივდებაო ფსალმონშია ეგ სიტყვა რომ მე არ მომშივდებაო და თუ მომშივდებაო შენ არ მოგთხოვო საჭმელს უფალი ეუბნება ადამიანს რომ ადამიანს გონია რომ ცხვარი თუ შევწირე ღმერთს დიდი საქმე გავაკეთე და არაფერი არ არის ეს ღმერთის ეს უბრალოდ რწმენის გამოხატულება და აი წარმოიდგინეთ ჩვენ თუ ვართ პრობლემებში სადაც ხარ როგორც ადიდე ღმერთი თელი შენი გულით და შენ დაინახავ გამოსავალს და განსაცდელიდან აუცილებლად უნდა გამოხვიდე გამარჯვებული გაძლიერებული აი მაგალითად გაბრიელ ბერი მახსოვს მე რომელიც ესე იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ცალი ხელი მიწიებდა და მეორე ხელი აკურთხებდა ხალხს ანუ ავად იყო ჩავარდნილი მაგრამ მაინც ადიდებდა ღმერთს ო ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა იმისა ესეთი ლამაზი ქადაგებისათვის ისეთი ქადაგება იყო რომ არ მინდოდა რომ მორჩენილიყო მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და ვიცოდი რომ აი ამ თემას რაღაცნაირად ისე გავარტყავდი და მართლა კარგად ძალიან მაგრად წავიდა და რა არის იცი აი ღვთის მადლი რომ მოდის ის მე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ცხოვრებაში უღრმესი მადლობა მომო რომ ბრძანდებით ჩვენ რა ვიცი ჩვენ ძალიან დიდად პატივსაცემი ბრძანდებით აუცილებლად კიდე ერთ ორ კვირაში თუ აქეთ იქნებით აუცილებლად მოგიწევთ ვისარგებლებ ამ ზაფხული და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ მრეოს აუცილებლად ყველა იმ ადამიანს ვინც თქვენ პატივს გცემთ და ვინც გაფასებთ მოვიკითხავთ დიდი სიყვარული თქვენო ლამაზ ოჯახს და რა ვიცი ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც მამა ლუკა არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად კვირისათვის საღამოს გავა ეს გადაცემები განმეორები და მე ორ შაბათს სამ შაბათს და ოთხ შაბათს დაგიბრუნდებით
ისევ მოძღვრებთან ერთად საინტერესო ეთერებით. კარგად ძანდებოდა დროებით, აუცილებლად კიდევ ერთხელ ვინც განსასწრელში ხართ, განსაკუთრებით მოგიკითხავთ და ბედნიერებაზე ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და იცოდეთ, რომ თქვენ სულ გვახსოვხარ და თქვენ თუ შეგიძლიათ რომ მოგვიხსენიოთ ხოლმე რაღაცნაირად, იმიტომ რომ ძალიან მჭირდება იმისათვის, რომ თქვენ მახსოვდეთ სულ. მეც აქედან მემახსოვრები, თქვენ იქიდან და ეს კარგად ძანდებოდა დროებით ბედნიერებას გისურვებთ.